ორგანიზაცია განვითარება და წინსვლა და თავისი პროექტი გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული გაგაცნობთ ამავე პროექტის აქტიურ წევრს, ქალბატონ ნუნუ თინათინ წილოსანს. ნუნუ წილოსანის მეუღლე ცნობილი მუსიკოსი მერაბ წილოსანია. მათთან მისვლისთანავე მოვიხიბლე ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულებით, სიყვარულით. ქალბატონო ნუნუ, გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული გარემო იმისთვის, რომ ლექსი დაწეროთ, თუ მუზა როცა მოვა, მაშინ წერთ. არაფერი გარემო არ რა ვიცი, ახლა უფრო საჭიროების შემთხვევაში ვწერ, ან რაღაცა თქვენთან მოვდივარ, ან ასე. თუ არა და რომ ვეცადო რომ ყოველდღიურად შევქმნა რაღაცა შევქმნი, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი. დავწერ თუ არა და ივარგებს თუ არა. ეს ჩემ და უნებურად მოდის. წინასწარ არ მაქვს შესაძლებლობა რომ თქვა, რომ ამე ასე დავწერ და კარგი იქნება და ერთი რამ მინდა გკითხოთ. თქვენ გაქვთ ორი სახელი. ხო, ორი სახელი. ნუნუ და თინათინი. ხო. რომელ სახელს უფრო მეტად იყენებთ? ან რომელი სახელით უფრო მეტად გიცნობენ? სპორტში ჩაწერილი და ეს ოჯახში მერქვა, ეს ნუნუკა და ნუნუს ასე მეძახიან. თორე მე თინათინი. და ვინდა გარქვათ თინათინი? თინათინი მამაჩემმა დამარქვა, წავიდა მაშინ მაჩის ბიუროში, დაბადებული რომ ვიყავი მე ახალი რამდენიმე თვის, მაშინ უცებ კი არ აფორმებდნენ ამ საბუთებს და წავიდა იქ მაჩის ბიუროში და იქ იყო დეიდაჩემის ძალიან კარგი მეგობარი. მაჩის ბიუროს გამგე. ასე ქვიაო ნუნუკაო და ან ნინო დაწერე, ან ნუნუკაო. თქვენო ახლაო ამ გოგონასო უნდა დაარქვათ თინათინიო. ქალბატონ ნუნუს თხოვე თავისი ლექსი წაიკითხა ჩვენთვის. თუ რითმაში ჩავაქსოვე, რაც მინდოდა მეთქვა, თუ კი ვინმეც გავაგონე, ჩემი გულის ფეთქვა, სტრიქოს მაშინ არ დავკარგავ, ისევ ლექსად შევკრავ. ბედნიერება ნეტავს სად არის, თავისით მოდის და არა ძალით. ბედნიერება სწორედ ის არის, როცა გაქვს განცდა, იმ ერთი წამის, დიდ სულოვნება, კაცის ზნეობა, ყველა ლამაზი ურთიერთობა, სიყვარული და მშვენიერება, ალბათ ეს არის ბედნიერება. ბედნიერება ფულსაც არ მოაქვს, მაგრამ ის მაინც არის მთავარი. ყველას გვაქვს ჩვენი ბედნიერება, მშვენიერ წამის განცდა მრავალი. ზოგისთვის არის სული სიმშვიდე, ზოგისთვის დიდი ფული, ქონება, ცხოვრების გზაზე ამ გრძნობის განცდას განაპირობებს სახი გონება. ბედნიერება ნეტავს სად არის, თავისით მოდის და არა ძალით. ბედნიერება სწორედ ის არის, როცა გაქვს განცდა, იმ ერთი წამის. შვილი, სათუთი და საფერები, შვილი, შენი გულის ნაწილი, ღამე, მის საწოლთან ნათენები, ხელი, დასაცავად გაწოდილი, დედობა, მადლია ზეციური, წმინდა მარიამის კურთხევა, დედა, ყდელაფერზე ვალდებული, შვილის სიყვარულს თუ სჭირდება, დედა, ანთებული კელაკტარი, შვილის სადკივარის მალამო, დედის ერთადერთი საფიქრალი, შვილი გასაცდელში არ ნახოს. ჩვენი სტუმრობისას პატარა გოგონამ ნანკა მოირბინა და თავისი სიყვარული გამოხატა ჩვენი მასპინძლებისადმი.
ნანკა იმავე სადარბაზოში ცხოვრობს, სადაც ქალბატონი ნუნუ და ბატონი მერაბი. თურმე ერთი წლიდან მათთან იზრდებოდა, რადგან დიდ სიყვარულსა და სითბოს გრძნობდა ამ ოჯახში. ახლა თბილისის სკოლაში სწავლობს, თუმცა ყოველ ჩამოსვლაზე დროს აქ ატარებს. ქალბატონო ნუნუ, გითხარით თქვენს შესახებ. აი, როგორი იყო თქვენი ბავშვობის პერიოდი? რა გახსენდებათ მნიშვნელოვანი თუნდაც სკოლის პერიოდიდან? ატარობიდან როცა მეტყველება დავიწყე, თვითონ ვიგონებდი ლექსებს. მე არ მახსოვდა რამდენიმე ხნის შემდეგ, მაგრამ სხვას ვიგონებდი ბევრს და მივხვდი, რომ ლექსები მიყვარდა. მე პატარა ხეები რო იყო ჩვენს ეზოში, რაიონში ხო ცხოვრობდი, კარგი ეზოკარი მქონდა და ბევრი ლამაზი ხეები იხარობდა ჩვენს ეზოში და ისეთი იყო ბუდესავი თქონდა ის ადგილი, საიდანაც უკვე ტოტები მოდიოდა და იქ ჩავჯდებოდი და ტოროლა ალიონზე თელ ჩემს კუთხეს ესმოდა და მე ტოროლას მეძახნე ჩემი კუთხის ბებიები, ბაბუები და ახალგაზრდები და ბავშვები. ცოტა რომ დავაკონკრეტოთ, რომელ რაიონს ამბობთ? ლანჩხუთი და ასეთი უბანია აგარაკი. იქ ცხოვრობდი მე. პირველი შემფასებელი ვინ იყო ბავშვობის პერიოდში თქვენი ლექსის? ან საერთოდ პირველად ბიძგი ვინ მოგცათ, რომ ლექსის წერა გაგიგრძელებიათ? მე ნათლიები მყავდა, ერთი საზღვარი მქონდა ჩვენ ეზოები. ხო და იქ კიდე გადასასვლელი იყო. შეიძლებოდა ერთი ოჯახიდან მეორეში გადასულიყავი ჭიშკარით რაღაცა. და იქ ცხოვრობდნენ ჩემი ნათლიაშვილები. ილდანი ქვიოდა განსაკუთრებული სახელი და ძმამისი ნოე. და მე რაღაცა მივამგავნე ლექსად, ჯერ რო არ ვიცოდი ლაპარაკი და ისე მოუყევი მე ამ ჩემ ნათლიაშვილს. და მე მან დაიწყო ჩემთვის ლექსების სწავლება. და თან გამოთქმებსაც მეუბნებოდა, აი ასე უნდა გამოთქვა და აი ასე უნდა თქვა ეს სიტყვა და ასეთი რამები იყო. თქვენ გყავთ მეუღლე, რომელიც არის ხელოვანი, უკრავს საკრავებზე, ტრიოსიმების წევრი. აი, როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება? აი ის ჩემი ნათლიები და ჩემი მეუღლის მამა იყო კვიდრი ბიძაშვილები. ისინი ძალიან ხშირად მოდიოდნენ მის ბიძაშვილთან და ჩვენთან გურიაში ასე ხდებოდა, რომ ერთ ოჯახში რომ მოვიდოდა სტუმარი, გვერდზე მდგომ ოჯახს აუცილებლად დაპატიჟებდა თავისი ოჯახის წევრებით და ხშირად ხდებოდა ეს ამბავი. მე ჩემი მერაბის მამა იყო სამგზავრო განყოფილების უფროსი დასავლეთ საქართველოში, სამტრედიაში ცხოვრობდნენ ესენი და რომ მოვიდოდნენ და ისინი სუფრას გამართავდნენ ძალიან სასიამოვნოს და ჩვენ აუცილებლად დაგვპატიჟებდნენ. ასე პატარობიდან ხდებოდა რამდენიმე წლების განმავლობაში. მე რატომღაც ჩემმა მამამთილმა, ასე ვფიქრობ მე, ვიფიქრა რომ მე ვიყავი ამ ოჯახის ღირსი. ბატონო მერაბ, თქვენ როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ შეხვედრას და მოახდინა თუ არა შთაბეჭდილება ქალბატონმა ნუნუმ პირველივე შეხვედრას? როდესაც ჩავდიოდით ლანჩხუთში, ჩვენი მამულეთი გვაქვს და შემდეგ გადავდიოდით ბიძაშვილებთან. და იქ ყოველთვის ჩემ ბიძაშვილებს გვერდით კიდე კარგი ადამიანები ყავდათ მეზობლად, რომლებმაც კარგად იცოდნენ სიმღერა. და როცა ასე ვიკრიბებოდით, რა თქმა უნდა, იშლებოდა სუფრა და თინათინით ეხმარებოდა ამ სუფრის გაშლაში. და ასე ალბათ ნელ-ნელა
ალბათ შეეჩვია ჩემი გემოვნება და რაღაცნაირად იყო ესეთი, რომ ჩვენთან ალბათ ყველა გვარშია, მაგრამ ჩვენ გვარშიც იყო ასეთი, რომ მამა ჩემი რომ დაოჯახდა, მოგვიანებით დაოჯახდა და მეუბნეოდა ყოველთვის, რომ ადრე დაოჯახთიო. და ერთვენი ერთ დღეს ისეთნაირად იყო ეს საუბარი და ყავ შეყვარებულიო და ახლა შეყვარებული რა გითხრა, როგორ ახლა დღევანდელი გაგებით შეყვარებული ასე არა, მაგრამ რომ მომწონდა ეს ნამდვილად ვიცოდე. და უთხარი მყავს თქო. იქ ჩემი ბიძაშვილი იყო, ამან რო დაასახელა ილტანი და ეგო პატიოსანი გოგუაო და ახლა როცა ასე იტყვიო, არ შეიძლებაო თუ სიმართლე არ არისო. მე მეუთხარი შეგიძლია მიბრძანდეთ და უთხრათ ოჯახს. ხო და რაღაცნაირად ეს როდესაც ითქვა საღაც რამდენიმე დღეში თუ რაღაცა მოხდა ნიშნობა და საღაც რამდენიმე კვირაში მოხდა ქორწილი. ასეთი იყო და უბრალოდ რა მინდა ვთქვა, რომ ნეტავი ისეთი ბედი და იღბალი ბევრს ვისთვისაც მე სიკეთე მინდა უსურვებ, რომ მე რო შემხვდა ესეთი ბედი მერთის წყალობით, სიყვარულის წყალობით თუ არ ვიცი რის წყალობით დღემდე მოვდივართ 51 წელი ერთად ცხოვრობ და მე ნამდვილად ერთი წუთიც არც გამიფიქრე რომ შევცდი რამეში. ეს იყო ნამდვილი, მერე გამოჩნდა ეს სიყვარული, ნამდვილი სიყვარული თანდათან მერე გამოჩნდა, რომ ჩემი სიყვარული ყოფილა ნამდვილი. ბევრ ქალიშვილს გადაიტანა, ერთად გადავიტანეთ ჩვენ და სიყვარული ეხლაც არსებობს. ალბათ ყველაზე გრძნობიარე სიტყვებია, რაც თუნდაც ვიდეორგოლების ჩაწერის დროს მომისმენია. არ ვიცი, მე უბრალოდ სიმართლე გითხარით და ყოველთვის არ მიყვარს, რომ მამაკაცი რაღაცის გულისთვის იკავებს თავს, რომ მეუღლე ან შეაქოს, ან დამალოს ის გრძნობები. არა, დასამალი რა არის. უბრალოდ სიყვარული მართლა იყო, უფრო ძლიერი იყო და ჩვენ აბა 51 წელი ასე იოლად არ გადის. ამ სიყვარულმა გადაგვატანინა ყველაფერი და მართლა ისეთი ტკბილი ოჯახი მაქვს. შვილები, რომ მე ნამდვილად არ ვენდური ჩემ ბედს. ასეთი. იცოდით თუ არა, რომ ქალბატონი ნუნუ ლექსებს წერდა? არა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ქალბატონი ნუნუ ლექსებს თუ წერდა, არ ვიცოდი რა, რაც ეხლა თქვა, ტოროლა და რაღაცები, არც ეს ვიცოდი. მადლობელი ვარ ამისთვის, რომ თქვენის მეშვეობით გავიგე ზოგიერთი რაღაცები. ლექსებს რო წერდა, ნამდვილად არ ვიცოდი და არც მიფიქრია უბრალოდ რას წერდა და რას არ წერდა. აი შემდეგ რო დაოჯახდით, რა თქმა უნდა, მერე კი გამოჩნდა, მე რას წერდი, რა შვებოდი, ეს რას წერდა და ისეთნაირად გამოვიდა, რომ ჩვენმა ტანდემმა, ანუ ნუნუს ლექსებმა და ჩემმა მუსიკალურმა მხარემ, ანუ სიმღერებმა შექმნეს მართლა რაღაცა ანსამბლურობა, რაც გამოიკვეთა ჩვენი ტრიოს სიმების რეპერტუარში. და საკმაოდ ნორმალურად მე რაღაცნაირად მომწონდა ამის ლექსები, როდესაც ამან დაწერა ლექსები ბოდიში, ქალბატონმა თინათინმა დაიწყო ლექსები, უბრალოდ მე რომ ვნახე ამის დაწერილი ლექსები, უბრალოდ ძალიან მომეწონა და სხვათა შორის ჩემ მეგობრებსაც მოსწონდა ქალბატონი თინათინის დაწერილი ლექსები, რაც გამოიხატა ჩვენ სიმღერაში. და არაერთი წარმატება მოუტანა ამ ლექსებზე დაწერილმა სიმღერებმა ტრიოსი. იყო ასეთი, იყო სხვა რეპერტუარებიც, მაგრამ ეხლა ამ მოკლე სიტუაციაში ეხლა რადგან ჩვენზეა საუბარი, მოწონება დაიმსახურა თინათინის ლექსებზე დაწერილმა სიმღერებმა. იყო ესეთი რაღაცა. ოღონ ეს იყო როდის. კარგი დრო გავიდა. ყველაზე უცნაურ სიტუაციაში რა დროს დაგიწერიათ ლექსი, რომ ყველაზე განსაკუთრებული და
სამახსოვრო რომ არის თქვენთვის? მე მეკითხებით? დიახ. მერაბის 3 დღეში უნდა წასულიყო მოსკოვში. უკვე გამოძახებული იყო იქ ტელევიზიამ გადაღებებთან დაკავშირებით და უნდა გამოსულიყვნენ კიდე დიდ საკონცერტო დარბაზში. ხო, ტრიოსიმებზე ვამბობ და ამ მელოდია ქონდა დაწერილი სამშობლოზე. და მithხოვა რომ დამეწერა მე. დავწერე მე ლექსი. კი ბატონო, 3 დღეში. 3 დღეში დავწერე, მაგრამ მე ცოტა მერაბი რითმაში მიუსადაგა რითმა ყველაფერი და გამოვიდა კარგი სიმღერა, არავის არ დაუწუნებია. ჩვენი საუბრისას კარზე ზარის ხმა გაისმა. ბატონ მერაბს მეგობარი, ცნობილი მუსიკოსი სერგო კრავეიშვილი ესტუმრა თავისი მეუღლით. მათი მეგობრობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ვთხოვეთ ბატონ სერგოს ესაუბრა ნუნუ წილოსანის შესახებ. ბატონ ნუნუს შესახებ ძალიან ესეთი ვრცელი საუბარი შეიძლება გამოგვივიდეს და რო დავიწყებ დილიდან, ალბათ დღეები და კვირეები არ გვეყოფა. იმხელა დიდი დამსახურება აქვს საერთოდ, მარტო ტრიოსიმების წინაშე კი არა. სრულიად სამტრედიისა და მათ შორის ასევე შეიძლება ხმამაღლად ნათქვამი გამომივიდეს საქართველოს წინაშეც. რადგან იქედან გამომდინარე, რომ ტრიოსიმები არის საერთაშორისო მასშტაბის კოლექტივი და
ალბათ ნუნუკას შემოქმედება მარტო ჩვენ იმერულად რო ვთქვათ, ცხენისწყალ და გუბისწყალს კი არ გავცდით, რომ მიტყვიან სამტრედიელები ჩვენ გავცდით საქართველოს, გავცდით ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და ევროპის მასშტაბითაც სათანადოდ დავიმკვიდრეთ ადგილი. თავდაპირველად ჩვენ არ ვასრულებდით საკუთარ სიმღერებს, მას შემდეგ რაც 12 სიმიანი გიტარა უკვე ჩემი მეგობრის ნაკიდი ბალტიისპირეთიდან ჩავამივიდა, რომ ითქვიან გამეხსნა უკვე თავისებურად მუზა ახალი მიმართულებით, ეს არის 12 სიმიანი და 6 სიმიანი გიტარის სინთეზი და პირველი საკუთარი სიმღერა, რომელიც გამოვაცხვე მელოდია, ეს არის ფერია, რომ დავწერე. ამ მელოდიის წინა სიტყვაობები ფერიას ხასიათში მინდოდა გამიკეთებინა ესა და მოვედი უცბად მერაბისთან ოჯახში და ნუნუკას გავაცანით ეს იდეა და მაშინ ნუნუკა მე არ ვიცოდი ეხლა თუ ესე პოეზიით იყო შეპყრობილი რომ იტყვიან და მეორე დღეს უკვე ლექსი მომიტანა მერაბი უკვე გამზადებული გოგონა ანგელოზის სახეა საოცრად გამგჯია და მარჯვეა მე მანძლიერ ამიშალა ფიქრები ვერი მაგრამ გულისევდი წავსეა ფერია ფერია ორამდენი ფერია სიყვარულის ფერია ოცნებების ფერია ჯუმადუცდით და მიღლებით მოდინში საიდუმლოდ ჩვენთვის გულში ვინახავთ როცა ვხედავთ ირგვლივ უფრო ნახდება მისი მსგავსი თითქოს არ ვინ ვინახავს ფერია ფერია ორამდენი ფერია სიყვარულის ფერია ოცნებების ფერია საიდუმლოს ალბათ ყველა გაიგებს მეთიაბა ისე როგორ გავწირავს თვითონ ისე შნაგურად იცინით ფიქრი მასაც მიეძალა ნამდვილად ფერია ფერია ორამდენი ფერია სიყვარულის ფერია ოცნებების ფერია პირველი ფერია და პირველი კი არა უკვე დღეს ფაქტურად საქართველოში ჰიტად არის ცნობილი და ნუნუკას ტექსტზე არის შექმნილი ესა და მე უბრალოდ ამის მერე ძალიან ბევრი სიმღერები დავწერე მეც მერაბიმაც დაწერა და ყველა ჩვენს დაწერილ მელოდიაზე ნუნუკას ტექსტებია ახლა როგორც პროფესიონალ მუსიკოს მომღერალს მე შენიშნა მინდა ერთი პატარა ლამაზი ჩანართი გავაკეთო თვალსაზრისით რომ არის უმრავლეს შემთხვევაში როდესაც ტექსტს მოისმენ და მე ამ ტექსტზე მუსიკას აგებ და ღირებული მაშინ არის რომ ამ ტექსტში მელოდიურობას რომ დაინახავ და შესაბამისად განეწყობი მაგრამ ჩვენთან ხდებოდა საპირისპიროდ ჩვენ მუსიკას ვქნიდით და ნუნუკას უწევდა ამ მუსიკაზე უკვე თავისი ფილოსოფიის გარდასახვას სიტყვებში ეს კიდევ უფრო მეტად რთული პროცესია ვინც ახლა იცის საერთოდ და ამ მუზასთან ურთიერთობა ქონია და ამ ურთულეს მოვალეობას გაართვა ნუნუკამ თავი და აი ჩვენს შემოქმედებაში აი რო იტყვიან ერთ-ერთი თვალმარგალიტი არის ჩემი ნუნუკას შემოქმედება და ეხლა ფაქტურად თუ კი ტრიოსიმებით და ჩვენი შექმნილი ნუნუკას გაუკეთეთ პოპულარობა ნუნუკამ თავისი პოეზიით ჩვენ გაგვიკეთ ანალოგიურად ეს ორმხრივი გადაჯაჭვული ისეთი პროცესია რა მინდა ვთქვა ნუნუკას შესახებ ეხლა შეიძლება ადამიანმა შექმნას რაღაცა ღირებული
რაღაც ღირებული და ვისთვის არის ეს ღირებული. მაგრამ თუ ამ ღირებულში არ არის ჩადებული ყველაზე უმთავრესი ნუღას რამდენადაც მე სიხმისეულად ვიცნობ, ეს არის უფლისმიერი ქალბატონი. ღვთის მოშიში, ამდვილად და ღვთის დიდი სიყვარულით გამყოლული ადამიანი. და როცა უფალთან შენ დიდი სიყვარული და მეგობრობა გაქვს და მისი ცნებები ცხოვრობ, იქ უკვე ხო ადამიანის შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი. და ამ ადამიანის შემოქმედება და ნიჭი არის განუსაზღვრელი. ახლა ჩემი ნუნუკა მე ჩემობით ვიტყვი, რომ ამ პროფესიულ გზაზე, რასაც პოეზიის ამ დიდი შარავანდეთით გზაზე სიარული ქვია, მასზე რო ეფიქრა, აი პროფესიულ დონეზე, ნუნუკა იქნებოდა დღეს საქვეყნო ცნობილი. ალბათ იშვიათია ასეთი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. ჩვენი ვეთხოვნით ექსპრომტად სიმღერა შეგვისრულეს. ტექსტის ავტორი თინათი ნუნუ წილოსანი, მუსიკა სერგო კრავეიშვილის. წლები მიდის სიყვარული, მიდის წლები ბავშვობი, ჩუმად მოდის სიმერედა, ჯერა ჩემი კაცობის, ვარსკვლავით მოციმე მახსოვს შენი თვალები, მახსენდება სიყვარული, ჯუმინაზიალერსი, ვარსკვლავით მოციმე მახსოვს შენი თვალები, მახსენდება სიყვარული, ჯუმინაზიალერსი. ვერ შევძელი დავიწყება იმ ნათელი დღები, შენ სიყვარულს ვერ წამართმევს ეს გამლილი წლები, ჯერაც მინდა სიყვარულის, მას მე ვერ ვინ წამართმევს, შენ სახელზე მხოლოდ შენთვის წმინდა სანთლებს დავანთებ. ჯერა წმინდა სიყვარულის, მას მე ვერ ვინ წამართმევს, შენ სახელზე მხოლოდ შენთვის წმინდა სანთლებს დავანთებ, წმინდა სანთლებს დავანთებ, წმინდა სანთლებს დავანთებ. ამ სიამოვნების გარეშე როგორ უნდა რა წაკარიყავით? ძალიან სასიამოვნო დღე იყო. დავინახე, რომ დრო ვერაფერს აკლებს სიყვარულს, ბედნიერებას, მეგობრობას. არასოდეს დამავიწყდება ნუნუ და მერაბ წულაძე წილოსანის ოჯახური ჰარმონია.